ხამო მშვიდობის თვალი გაგიწმინდოთ. კერძი დავდგე ახლა. დავამთავრე ბოლო ეტაპი, ანუ წანილები ვიღაც ჩასაყრელი რა. მოკლედ და ნახატი მოვრჩი ხალხნო. და გალაკვის დრო მოვიდა, შეშრებოდა ისა. იმას არ იმაშვები ხოლმე. სილიკონით რო აწევებ ცოტა ხანი ვაჩერებ ხოლმე. ხოლმე ხა ეს მას ავიწევ რომ მთელი დღეა ჩამოშვებული მაქვს და მე მუხტება. ესე იგი ხა ავიდეთ მაღლა, ჩამოვიტანოთ ნახატი და გავლაკოთ. ოპას. აი ესე რა გემრიელად დაახვიე რო არ სადა გამოგეპუწკო, სად არის რეზინა. ესე. დავიღალე დღეს საკმაოდ. მაგრამ არა უშავე. წავედი ხა თქვენ შტატივზე დაგაყენებთ. ცოტა ეკრანს გავწმენდა, იმიტომ რომ აშკარად გასაწმენდია ეკრანი. და კი. გაჭებული ხელით შორიდან. ვითომ სელფის ჯოხი. ეხლა დარჩა წვრილი საქმეები, რომელიც ყოველ დღე მეზარება ხოლმე აბსოლუტურად. ეს არის ნინოს ბანაობა და დაუთოება ხო? მამას კი არა, ბებო რა თქინდა შური. მამას დავალებაში მამითხრა, ბებოს დაურეკე და ისე გააკეთე და ნახე. რა დავალება, შულო, ვითომ დაურეკე? არ დარეკო, ჯერ მითხარი. არ ჩანს საერთოდ. დაბლოკილი ყო. მალადეთ შულო, რა დაგიშავა ქალმარო. რა დაბლოკილი? ვერავი. ის დაურეკე საერთოდ. არ დამბლოკი. მანია ხო ბაძი, მეგონი მე სულ გავაქრა. შუქიანთ ერთი. ანუ როგორ აქენიო? რა არის, რა ენაა ქალო? ნანი? მუსიკა აქისმის. ხო, მე რა ვიკაჭედა. ახლა ჩაულები ვიგზავნება. შეიძლება ნანისაკ გათიშული რამე. ხო არა აქ ისა რა ქვია. დასარეკი. მოკლედ ახლა მოთავიდამანებე რა და რა უნდა ვკითხო? რა უნდა კითხო მითხარი, არ ცალი უნდა დაბლა ჩავიდე, თორე დაღამდება ლაკს ვერ გავ. ლაკს ვერ იმას ვიზავ. ნინო სამფეხა მომიტანე რა დროულად. ან პრინციპში აქ რათნილე იქ მაქვს ის ყველაფერი. საღამოს ახლა კვირეს საღამო არ მიყვარს ხოლმე ქაოსი არის ყველანაირად ეს რატოანთია თუ რატოა ჩართული საერთოდ ჩუქიანთი არავინ არ უყურებს ეგ ხო ცალკე თემა არის ცალკე რო გაგანებს ეგ რაღაცა აი ეს არა რა არის ჩვენ უყურებთ რა წერია ინტერვიუ უფრო თავის წარმოგდგენ თემაზე როგორ აღინიშნება სხვადასხვა დღესასწაული ძველად და რა ტრადიციები ახლდა მას შეადარეთ მონაყოლი თანამედროვე ტრადიციებს. გამართვი ახლა ეს. ლიანას დაურეკე. და უთხარი ესეთი ამბავი არისო. ან გამოსავალი. გამშვება დედამთილს დაურეკავს თუ დედამთილის დას. ორივე დედამთილია. ორივე ბებოა. ეხა აქ რა თუ არა. სანამ ნახატს წავიღებ. აქ მაქვს შოკოლადის ქაღალდი გადასაკეთე. და აქ მაქვს აი ეს. რატო უჭირს გამოსვლა? ამას, კაი ხო. ჭვრიალები, რომელიც უნდა დავაყარო ამას და სავარაუდოდ იქნება ეს. ან ეს. ან ოქროსფერი არა. ოქროსფერი და ვერცხლისფერი ერთად. მე მგონი ეს ჯობია რომ
გასალაგები. მოკლედ ნინო და საბანი ზერელი არის ეს ზედაპირული რაღაცეები გასაკეთებელი და რა ვიცი. ივანე აი ეს თევზი არ დაწუწო რა ამაზე. მოკლედ ეს ჩავიდეთ ჯიბეში და წავიდეთ ჩვენ გოგოს გასალაკად და გავლაკავ მერე განახებთ. დაურეკა და ანგანა მოიკითხა რაღაცა ლიანა რაღაცას აგანშიო რაღაცა კითხები და დაგისვავე. ხატგნე და იჭო. სახში იქნება ლიანა და ძეცლებელი ხა დადგეს და ნინომ და კითხოს ლიანას. ესე იგი ეს ქალბატონი აქ. ჩვენო გამოვიტანოთ ლაკი ეს დავდო აქ. ეს ნაგავი. გწუწიღენ ხო აი. საათი და 50 წუთი საათი და 50 წუთი იმაშვებოდი ქვებს ვაკრავდი ამას ნახატს საათი და 50 ესე იგი ეს არის ლაკი ეს არის ფუნჯი ეხლა მინდა ერთი ლურსმანი ვით უნდა ფუნჯი ამოვიღო და თან რაღაცა რო ისა ლაკს მოურიო რა ვიცი დავიწყე დანაშენ და ეს არის რასტვარი წელი რითიც უნდა გავათხელოთ ლაკი იმიტომ რომ ცოტა სქელია და აუცილებლად საჭიროებს გათხელებას აჰა ჯერ პროცედურა ჩავატაროთ აი ეს ასე დაწაფიდეთ თქვენ ვიცა რაღაცა ჩავიდე ეს ხალათი საჭირო არ არის მაგრამ ჩემი ამბავი რომ ვიცი უნდა რაღაცა დამესვაროს და ეს დავსტრესაზოგადებას უმა ხო და მირჩევნი ეს სიტყვაზე ამას მოეცხოს ხოლმე და ამას არც ეთყობა და გარეცხავ და კაი ხო და ტანსაცმელი რომ მიზიანდება ხოლმე არ მიყვარს ეგ მომენტი ეხა დამაცადეთ დროუზე მოუცახე და რამდენიმე პარტში ვატარეთ ხოლმე ამას რომ რა ვიცი მაინც არის აქდეს ჯერ ეს გავხსნათ ამაში ვდებ ხოლმე ფუნჯს რომ არ გახმეს ფერით შეიცვალა ლაკიანი მაგრამ გამოდგება ყოველც არ დამილევია ხახრო მეორე და აშკარად რაღაცა მჭირდება ხოდ მართლა მაგრამ თავხსნი ახლა მას წესით ეს უნდა ავხსნა ვერა ბარბარე მანდ დანარუ არის ფეხსაცმელებს რო ასუფთავთ ხოლმე მომიტარა შეიძლება ლაკის უხსნას ავი აკეთებ არა ჩანხარ საერთოდ საჭიროებს დანასეს ეხლა რა თმინდოდა ეს ლურსმანი სხვა რაღაცა მენანება რომ გავაფუჭოთ ამიტომ ლურსნით გავიგოთ ჯერ სისქე წინაზე რომ სანამ დავაფარებდი ჩავასხი არა კაი მოდი ოდნავ всё ამას მეტი დამატება აღარ უნდა მე ამ ლურსნებს შევიტან ჩავდებ და ვინც ხელს მოკიდებს იმანი დათოს მე კაი მაგერთ ლურსმას გადავაგდებ ჯანაბას აი ეს პარტიები ჩაქეთ და წინაზე ეს დავაყარე წებოთი და მერე გავლაკე სოუზი ხორცი მოხარშულია კარტოფილი რომ მოიხარშება მაშინ
1-20 წუთი უნდა თავის წვანილებიანად და ან 15. ხო, სხვა საჭმელი. ცოტა ვერ მიშელია. ის აი მაგრამ ეს უკვე საჭმელს. პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ ეს არის მოიცადე ერთი წამი და დაგაყენოთ სკამზე. მაი შენი სკამი მიხმარო? ეს მაჩუკა მაია. და ვაიმე. უკვე დრო არის ამის გამოყენებაც დავიწყო. თან კარგა გულიანად. ასე იყავით. პირველ რიგში ვუსმებთ კიდეს აუცილებლად. ჰა. აი ესე. სწრაფად. დიდი დრო არ უნდა დავტოვოთ. მერე ვუსმებთ უკანა მხარეს და მერე ვუსმებთ წინ. მოკლედ აი დილით რო დაიწყო ამის გაკეთება, თავი არა მაქვს ხალხი. დილით რო დაიწყო ამის გაკეთება და არაფერი არ გააკეთო. სხვა ერთი დღე სრული უნდა. იმიტომ რომ ეგ ფაქტი არის, გუშინ ამ დროს უკვე დაწყებული მქონია ეს. გალაგისა მოჭრილი, გასუფთავებული. 3 საათამდე ვხატავდი და მერე კიდე აურას ტვალიწელს იცი კარგი რა კიდე მარლე შრება. მარლე აშრობს ლაკს. ამებს არ ვუღებავ, იმიტომ რომ ყავისფერი, ხისფერი ხო ჩემი ფავორიტი ფერია და ეგ ფერი რო რჩება, მე მომწონს. სხვადასხვა ქვებზე ძალიან იმათ გადაწყვეტილებები მათ მივიღე, რომ რა ფერებს გავაკეთებდი და ავიცი მე მგონი მთლიანობაში ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამას ვუტოვებ ხოლმე ყავისფერს და რატო შევღები მითხრას ვინმე მაბა თეთრად გადავღებე. ოღონდ უკანა მხარე რო წინა მხარეს რო უღებავ ხოლმე თეთრად, და ვიცი ამოვატრიალე და ესეც გავღებე, შევღებე იმას გაუაზრებლად. კუდა გადმოვაბი აქეთ. ცოტა იმდენად კარგად ჭამს, რომ კარალიოკები ეყარა და ის შეჭამა. ხორცის ნახარში დაუსხი. საქონლის ხორცის ნახარში ცოტა მე ისავქენ, ცოტა მაგას კერმისთვის, სოუსისთვის მაგას ისავქენ დაუსხი. ესე. ეხლა გავლაკოთ წინა მხარე და დავაყაროთ ჭყრიალები, ოღონდ ძალიან მინიმალური, რომ ძალიან ის არ გამოვიდეს. ხამასა ეგ დავდებ. ძალიან ნაზად და ფრთხილად რომ მტვერი არ აიკრას და დავიჩუქოთ ეხლა ჩვენ. ჩანს განახებთ, აუცილებლად განახებთ ხალხ. პირველ რიგში ქვების მხარეს ვაკეთებ. თანა ესე ზემოდან რომ კარგად უნდა ჩაჯდეს ლაკი ყველა ეგრეთ წოდებულ ღრიჭოებში. და მაგ ქვებზე დავაყრი ლაკს. იმ ერთი სული მაგ სახელზე მივიდე. ძაღლმა გაიარა და როგორები გამოცვიდნენ ჩემთან. ვინ შეგაშინა, ჩემო პრინცეს? აი მე აი ხარ გადმოიარო, ეხლა აი ხარ დაეკრა. შენი თავი არა მაქვს. კრება შენ დაგჭირდეს, ეხლა 10 ტონია ეგ ამოსაძრობად. თითქმის გავედი ბოლოში.
დროა. ახლა ეს სიამოვნება უნდა განახოთ სახეზე რომ უსმევ იმის იერი რო ქვემოდან ლაკი უსვია და მოვწმა. აბა. ახლა თვალებდა. უყურეთ. მერალამია. აი მე რა გორ გაბწყინდა. ორი გაცოცხლდა. ეხლა შეიძლება წამოვდეს და გაიქცეს ჩემი მულატკა. ლამაზესია. ჯიჯდებიან გოგოებზე. ის ქვების გოგოები ხო ძალიან მომწონდნენ პატარები რომლებსაც ვაკეთებდი ხოლმე. მაგრამ ამ გოგოებზე გიჯდებიან სამ გოგოზე. ეხლა სულმად განახოთ. ორი წამი კარგა შეშლის. კარგად როგორ ოდნავ რომ იმიდან არ ჩამოიღვეთოს და მე ავაყენებ ფეხზე. მივაყუთებ. სავარაუდოდ ეგ იქნება ხვალე. ეხლა ოთახში დაიდებს ბინას. აი მე რო იცოდეთ რა ლამაზია. დღვრიალებს. ადრე მეშინოდა ხოლმე ესე უხეშად წამესვა ფუნჯი, ლაკის ფუნჯი ნამუშევარზე, მეგონა რომ ანუ ის გუაში გაითხაბნებოდა, მაგრამ არა, იტანს გუაში მაგარი საღებავია. სამკარად წაუსვათ ამ აქვია ფოლგაზე. ფოლგა არის ისა ამ გოგოების სამკაული. აი, ეხლა დავაყაროთ ჭრიალები. ესე იცი რატო უსმევ თლიანად ერთ აი ესე რომ ანაწილებს რა ფუნჯი რომ ზედმეტი არსად არ იყოს, ან ნაკლები არსად არ იყოს. მორჩა და ამიტომ ამას ჩვენ დავაფარებთ. ერთი აი კარგად ქვებთან როგორ არის. ხელი მეწებება. ესე ჩაკულტული ის არის ძნელია. ეს მორჩა. ლაკსაც უნდა დავაფარავთ, ანუ პირველი რაც არის, ამ ყველაფერს ვაფარებთ და ვაბინავებთ, რომ დიდი ხანი ჰაერზე თუა, უფრო სწრაფად გამიფუჭდება. კი. იმაში იყო კაცო ეგ საგაბაროში წინაზე ვიყავ სენთის იყო დარჩარჩე. ხო. დავაყაროთ ახლა. თქვენც უნდა განახოთ. ნახეთ ხალხნო რა ლამაზია. და გაიწი, იქ გაიწი. აუ, ახლა რა მომიქდა. ესეც გალაკულია. ყველაფერი გალაკული. ზედ დავაყარე. აი მე კატამარ გადაიაროს, არა, ბევრი არ უნდა დავაყარე. გაიწი, იქ იწადი მტვერი თუ დაედო, მე ხო იცი გლაკიანია უკვე. მტვერი თუ დაედო. ესე უკვე. ზემო. აი მე როგორ მოუხდა. აუ, შავზე ძალიან ეტყობა. იმიტომ რომ შავი და ოქროსფერი ან შავი და ვერცხლისფერი არის კლასიკა. ეხლა მას არ შეუბერავ არც არაფერი, იმიტომ რომ შეიძლება სახეზე გადაუვიდეს. აქ არ უნდა ოქნადე გორდებში. ერთი წამინინო. ლიანა მითხრა. რა ორაქერი მართლა? ლიანა მითხრა ალილოზე. ხო. რომ არც სამარც რო არ აღნიშნავდნენ. არ აღნიშნავდნენ ადრე? მარტო როას აღნიშნავდნენ. და ის არა ქვია კიდე აღდგომაზე მითხრა. აღდგომაზე რა არ აღნიშნავდნენო? აღდგომაზე ნახებ ის არა ქვია. კვერცხებს ღებავდნენ, მაგრამ ის ეკლესიაში არ მიხონდათ. დაწერე ყველაფერი. ხო, ლამაზად? ხო, და ისე თურმე ის იყო რა ქვია. ჩვენ ხომ მივდივართ მეორე დღისით ეკლესიაში. საფლავზე. ხო, საფლავზე. ის მორჩა.
აი საღდგომას ვერ მიდიოდი. ეხა განახებთ. ჩემ გოგოს განახებთ. ნახეთ რა ლამაზია. ეხა მოვატრიალებ ეკრანს და უფრო კარგად აღიქვავთ. აქ ძალიან ცოტა დავაყარე, ძალიან ცოტა. აი შუქს ეტყობა ხოლმე თუ სადმე ლაკი აკლი. ეგ აყლია ძალიან ცოტა. ჯების აღელდაგვარი გამოვჭიმე. ნახეთ როგორ აქვს ეს. როგორ ეტყობა იცი რომ სინავს. ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზი გამოვიდა, აი ულამაზესი. იქ თავზე იცი როგორ აქვს სხვა. მოკეთ დაგებშვიდობებით ახლა. ჩემი ვიდეოთი გოგო გავლაკეთ, გოგო მზად არის. უბრალოდ ახლა ამას წავაბრძანებ და სანამ წავაბრძანებ, პაწაწინა ვიდეოს გადავიღებ 1 წუთიანს, რომ Facebook-ისთვისაც და ისეც რომ მქონდეს YouTube-ისთვის. წავედი.